ჩვენ სემინარებს და ბოლო სემინარი, ერთ-ერთი ბოლო სემინარი კიდევ რამოდენიმე დაგვრჩა. სწორედ ეძღვნება ისევ ლაკანს და ისევ ჩვენ მოვიწვიეთ ქეთი გვაზავა, რომელიც არის ფილოსოფოსი, რომელმაც იმუშავა ნაშრომზე, რომელიც მან მიუძღვნა ლაკანს და ჰაიდეგერს, ესე ქვია, მე არ ვიცნობ ამ ნაშრომს, ლაკანი და ჰაიდეგერი ენა, რომელიც მეტყველებს. და ლაკანი ბევრ ადგილას ეფუძნება იმპლიციტურად თუ ღიას ჰაიდეგერს, მაგრამ ქეთიმ ეს საკითხი ბევრად უფრო ღრმად იკვლიე და ჩვენთვის ძალიან ძვირფასი იქნება მისი მოსმენა. ისევე როგორც ძვირფასი იყო მისი წინა სემინარი და განსაკუთრებით ღირებული მისი თარგმანი ძალიან რთული ტექსტის ლაკანის, რომელიც ჩვენ გამოვეცით ამ წიგნში, ქართული ფსიქოანალიტიკური ჟურნალი, მეორე ნომერი უკვე მზადდება და სწორედ ქეთი და იოანე რომ უკვე თარგმნეს ჟაკ ლაკანთან სარკის სტადიაზე ტექსტი და მეორე ნომერში გამოჩნდება ლაკანის მეორე ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი ტექსტი სარკის სტადიაზე სწორედ და მანამდე ქეთიმ თარგმნა მრავალი გვერდი ლაკანის რთული ნაშრომის, რომელსაც ქვია ასოს ინსტანცია, ისე როგორც ეს არის ასოს ინსტანცია არაცნობიერში, ანუ გონება ფროიდის შემდეგ. და ნახავთ, რომ ამ თარგმანს აქვს ბევრი მთარგმნელის შენიშვნა, ბევრი განმარტება და მოკლედ ძალიან დიდი ინფორმაციას იძლევა საკითხთან დაკავშირებით. ქეთის გადავცემ სიტყვას და თუ გექნებათ კითხვები, ჯობია სემინარის ბოლოს დავსვათ. ვიდრე უშუალოდ ნაშრომზე და მისი საკითხის თუ მის საკითხის პრობლემათა გაშლაზე გადავიდოდე, რამდენიმე შენიშვნას გავაკეთებ თავად ნაშრომის ერთგვარ პოზიციაზე, სტრუქტურაზე და ავტორებზე, რომლებსაც იგი ისმის კარგად ქეთის ხმა. დიახ. რამდენიმე შენიშვნას გავაკეთებ დასაწყისში თავად ნაშრომის ერთგვარ პოზიციაზე, სტრუქტურაზე და ავტორებზე, რომლებსაც იგი ამსავალ-წერტილად იღებს. მარტინ ჰაიდეგერი და ჟაკ ლაკანი, ენა, რომელიც მეტყველებს, წარმოადგენს სამაგისტრო ნაშრომს, რომელიც მე 3 წლის წინ დავწერე და წარმოადგინე ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე. ნაშრომი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ეძღვნება ჰაიდეგერს და მიყვება მის განაზრებებს გზაზე ენისაკენ. მეორე ნაწილი კი ეძღვნება ლაკანს და მისებურ მიდგომას იგივე საკითხისადმი, რომელიც არსებითია ლაკანიანური ფსიქოანალიზის. აქვე გავიმეორებ ლაკანის სიტყვებს, ციტირებ. ჩემი სწავლება მართლაც სულ უბრალოდ არის ენა და აბსოლუტურად არაფერი სხვა. ციტატის დასასრული. სწორედ აქედან გამომდინარე, ენის საკითხი წლების გასვლასთან ერთად სემინარიდან სემინარამდე სხვადასხვაგვარად გადამუშავდება ლაკანი. ეს ინტერპრეტაციები ყოველ ეტაპზე თავის ლოგიკას გულისხმობს და წინარე ინტერპრეტაცია ყოველ ახალ წაკითხვასთან მიმართებით ლეგიტიმურობას როდი კარგავს, არამედ შეიძლება ითქვას, რომ იცვლება ხედვის წერტილი და ყოველი მომდევნო ინტერპრეტაცია ახალ ასპექტს ჩაიჭერს. დღეს ჩემი ნაშრომის კვალდაკვალ ლაკანის ნაწილში გავყვები სარკის სტადიას და სიმბოლურის ორმაგ პასუხს იმ წარმოსახვისობაზე, რომლითაც იდაღება მე დასაწყისიდან. ლაკანიც და ჰაიდეგერიც ორივე ავტორი უმდიდრესია თავიანთი ტექსტური კორპუსებით. ეს ნაშრომი, რომელსაც დღეს წარვადგენ, მოკრძალებულად ყველგან და ყოველთვის მხოლოდ შესავალს წარდგება. თუმცა ისიც შესანიშნია, რომ ნებისმიერი შესავალიც მხოლოდ იმდენად შეიძლება შესავლობდეს, თუ კი თანადროულად შესავალშივე ცხოველ ქმედებს ის, რაც უნდა მოყვეს მას, საკითხის გული. მე დღეს ამ ნაშრომს სრულებით უჩვევლად არ წარვადგენ, თუმცა ძირითადად მივყვები მასში დასახულ გზას. ჰაიდეგერისა და ლაკანის ერთად გვერდიგვერდ დაყენების უკან დგას მათ მიერ მოაზრებული ენა, რომელსაც გარკვეული ავტონომიურობა გააჩნია. ენა, რომელზეც ისინი საუბრობენ, ცალ-ცალკე
თავთავისებურად, რომელზეც უთითებენ როგორც ღირსა ცნობს, არ არის რეპრეზენტაციული. მარად მანამდე არსებული თვით იგივეობრივი საგნის თუ აზრის წარდგენის მცდელობაში მყოფი და ამის თუ მხოლოდ ამის შემცვლელ პრინციპულად და პირველხარისხოვანი. არ არის ასლის მკეთებელი, რომელიც გამოსახულების დარქმის თავის ერთეულს. არც კურიერი თუ უბრალო მაცნია, როგორც შემატყობინებელი ორგანო კომუნიკაციის სათავეში. არ არის მკვდარი თუ მზა ინსტრუმენტი, როგორც მაგალითად ჩაქუჩი, რომლითაც თვითიგეობრივ თვითყოფად აზრსა თუ საქმელს აიღებ და მისით კარზე მიალურსნა. არამედ ამის საპირისპიროდ მეტადრე ცოცხალი ორგანოს მსგავსი. იგი ადამიანის არსებობის არც წუთს არ ტოვებს და ცოცხალით არ დამსწრია მისით. დავიწყოთ ჰაიდეგერი. თავის ლექციაში Das Wesen der Sprache ენის არსობა ჰაიდეგერი სათანადოდ დაინტერესებული ენის პრეტენზიით გზად ენის არსობისაკენ ენის გამოცდილებაში შესვლას განიზრახავს. იგი ცდილობს იაზროს საერთოდ რა შეიძლება ნიშნავდეს ენის გამოცდილებაში შესვლა. ჰაიდეგერისათვის რაღაცის გამოცდილებაში შესვლა გულისხმობს, რომ ეს რაღაც გვემართება, თავს გვატყდება, გვეუფლება და გვჯაყნის. გამოცდილება არასდროსაა ჩვენ მიერ შექმნილი, არამედ ჩვენ ვექვემდებარებით გამოცდილებას. ამგვარად გაგებული ენის გამოცდილება აღარ უნდა გულისხმობდეს მის პრაგმატულ თუ ინსტრუმენტულ გამოყენებას. თუ დაინტერესებულნი ვართ ენით, ჩვენსა და ენას შორის ურთიერთდამოკიდებულებით, ურთიერთმიმართებით, რომელიც მიუხედავად თავისი არსობრივი ხასიათისა, ჯერაც ბუნდოვანი და უტყვია, ჩვენ ნაბიჯი უკან უნდა გადავწყვეტ და ვეცადოთ დავნებდეთ ენას თუ დავანებოთ მას, რომ დაგვემართოს. აღმოჩნდეთ მის გამოცდილებას, სადაც იგი თავის თავს გაგვიმხელს თავისი სიტყვა. მაგრამ როდის მეტყველებს თავად ენა როგორც ენა, კითხულობს ჰაიდეგერი და პასუხობს. როცა ვერ პოულობთ სიტყვას რაღაცის გამოსახატად. ამ დროს უთმავად ვტოვებთ, რაც გონებაში გვიტრიალებს და გავდივართ სიტყვებს, რომლებშიც ენა შორიდან და მიმნავლად გვეხება თავისი არსობრივი ყოფიერება. როცა იმის გამოხატვას ვცდილობთ, რაც სიტყვით არასდროს გვითქვამს, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, გვიბოძებს თუ არა ენა სათანადო სიტყვას. მახვილი სიტყვით რომ ვთქვათ, მას აქვს გადამწყვეტი სიტყვა სათქმელი, ასეთ შემთხვევაში. ენის არსობის გასაღები ჰაიდეგერისათვის ერთი მხრივ პოეტს უჭირავს. ანუ მას, ვინც ენის მეტყველებას ლექსში გადმოიტანს, ანუ რომლის ენითაც თავად ენა იწყებს მეტყველებას. ენის არსობაში ამის საილუსტრაციოდ ჰაიდეგერს შტეფან გეორგეს ლექსი სიტყვა მოაქვს, რომლიდანაც უკანასკნელ ტაეპს იღებს, რომელსაც მე არც თუ პოეტურად ვთარგმნია, სადაც სიტყვა წყდება, არც ერთი საგანი შეიძლება იყოს. ლექსის ამ ტაეპს ჰაიდეგერი აშუქებს როგორც მტკიცებას. ეს მტკიცება შემდეგი. არც ერთი საგანი არ მყოფობს იქ, სადაც არ არის სიტყვა, რომელიც აღნიშნავდა მოცემულ საგანს. ტაეპის ჰაიდეგერიანული პარაფრაზი კი შემდეგი. არც ერთი საგანი არ მყოფობს იქ, სადაც სიტყვა არ არის. ის სიტყვა, რომელიც ასახელებს მოცემულ საგანს. თუმცა, ციტირებ ჰაიდეგერს. რას აღნიშნავს სახელდე? ჩვენ შეიძლება ვუპასუხოთ, მიანიჭო რაიმე სახე. და რა არის სახე? აღნიშნა, რომელიც რაღაცას უზრუნველყოფს ხმოვანი და წერილობითი შრიფტით. ჰაიდეგერი წერს, რომ ლექსში სიტყვების სახელი და სიტყვა განსხვავებულად და მეტად ღრმადაა მოაზრებული, ვიდრე უბრალო ნიშნი. პოეზიაში, რომელიც ენის მეტყველების მოსმენის ადგილს წარმოადგენს, სიტყვები მათი ჩვეულებრივი გამოყენებისაგან განსხვავებულად მოგვეცემენ. ჰაიდეგერი ლექსში ეძებს ენის გამოცდილების ადგილს. მის არარეპრეზენტაციულ მეტყველებას. ენისა, რომელიც ყოფიერების სახეა. ან შეიძლება იყოს, როგორც შტეფან გეორგეს ლექსის უკანასკნელ სტრიქონში. და ამ შეიძლება იყოსში, აქ სწორედ იმას გულისხმობ, რომ შესაძლოა ენა არ იყოს ერთი ენა, არამედ მრავლობითი. ან შეგვიძლია ვისაუბროთ ენის მოდუსებს. თავის მხრივ მე იმ მრავლობითობაზე და მოდუსებზე ვლაპარაკო, მაგრამ ეს ხელს არ უშლის შაგდერი და სიტყვებს, ასევე იყოს უაღრესად აღნიშნული და შესაკვისი ჩვენი დღევანდელი თემატიკის ენის საკითხისათვის. იგი ამბობს, მე მხოლოდ ერთი ენა მაქვს, ის ჩემი არ არის. არც ჰაიდეგერი უარყოფს რეპრეზენტაციული ენის არსებობას და არც ლაკანი ენის შემატყობინებელ ფუნქციას, თუმცა ორივე მათგანს გეზი სხვა ენისკენ უჭირავს. ჰაიდეგერისათვის ამ შემთხვევაში და როგორც ნახავთ,
ენა სიტყვა უპირველესად წარმოდგენია ყოველივესი, რაც არსებობს. და ამ წარდგენაში იგი თითქოს ერთდება წარდგენებთან. ჰაიდეგერს ამასთან აინტერესებს აზროვნებაში არსებული როლი, რომელიც მოაზროვნეს არ ეკუთვნის. მას აინტერესებს აზროვნება როგორც მოსმენ. ენა როგორც მიმთითებელი იმაზე, თუ რაზე უნდა იაზროვნოს მოაზროვნა. ჰაიდეგერს სურს ლექსში აღმოაჩინოს აზროვნების გამოცდილების ადგილი და ამას იგი ახერხებს ლექსის ბოლო ტაიტლზე წამოჭრილი საკითხის საგნისა და სიტყვის მიმართებაზე აზროვნებისათვის აშკარა განკუთვნებულობაზე მითითებისას. ციტირებ ჰაიდეგერს. სინამდვილეში კავშირი საგანსა და სიტყვას შორის იმ ადრეულ საკითხთა შორის იკავებს ადგილს, რომელთაც დასავლური აზროვნება აძლევს ხმასა და სიტყვას და ამას იგი აკეთებს ყოფიერებასა და თქმას შორის კავშირის ფორმით. ეს ურთიერთკავშირი იმგვარად უტევს აზროვნებას, რომ იგი თავის თავს ერთი სიტყვით აცხადებს. ეს სიტყვა ლოგოსია. ის ერთდროულად მეტყველებს როგორც სახელი ყოფიერებისა და თქმისა. ციტატის დასასრული. შევნიშნოთ ისიც, რომ ლექციაში სახელად ლოგოსი, რომელიც ჰერაკლიტეს 51 ფრაგმენტის საკითხს ეთმობა, ჰაიდეგერი ამბობს, იმის გასაგებად და მოსაზრებად, თუ რას ამბობს ჰერაკლიტეს ეს გამოცანისებული ფრაგმენტი, ამ სიტყვების წინ თავად ნაბიჯი უკან უნდა გადადგეს. ფრაგმენტი ბაჩანა ბრეგვაძესაურ თარგმანში ამბობს, მეტი არა, ლოგოსის ხმას მიუგდე ყური და როგორც ბრძენმა აღიარე, რომ ყველაფერი ერთია მხოლოდ. ასევე გავიხსენოთ, რომ ეს ტექსტი ლოგოსის შესახებ სწორედ ისაა, რომელსაც ლაკანი ფრანგულად თარგმნის. ამასთან ლაკანის სიტყვები ასოციაციიდან ციტირებ, როცა მე ჰაიდეგერზე ვლაპარაკობ და უფრო კი როცა მას ვთარგმნი, მე ვცდილობ თავისი სუვერენული აღნიშნულობა დავანებო იმ სიტყვას, რომელსაც იგი წარმოთქვამს. ციტატის დასასრული. ახლა კი ნაშრომის გზას და ენის არსობას დაუბრუნებ. ენის მეორე მოკავშირე პოეზიასთან და პოეტთან ერთად ფილოსოფოსი. ჰაიდეგერი ეძებს იმის დასტურყოფის შესაძლებლობას, რომ აზროვნებას, ისევე როგორც პოეზიას, აქვს გარკვეული გამოცდილება ენასთან. ამ გამოცდილებაში კი აზროვნება, მოაზროვნე მეტყველებს ენის კანონს. ციტირებ ჰაიდეგერს. თუ ჩვენ მოვახერხებთ შევახციოთ ენაში აზროვნების გამოცდილების შესაძლებლობაში, ამან შესაძლოა ნათელი მოგვდინოს გაგებას, რომელშიც აზროვნება დაპირების, სუზაგე მოსმენა. ჰაიდეგერი იმეორებს ლექსის ბოლო ტაეპს როგორც მტკიცებას. არც ერთი საგანი არ მყოფობს იქ, სადაც არ არის სიტყვა, რომელიც აღნიშნავდა მოცემულ საგანს, რომელშიც როგორც უკვე მინიშნებულ იქნა აზროვნების გამოცდილების კვალიც შეიმჩნევა. რამდენადაც მასში საქმე ეხება საგნისა და სიტყვის, ყოფიერებისა და თქმის მიმართებას. შტეფან გეორგის ლექსი სიტყვასთან შეხვედრის გამოცდილებას ეხება. სიტყვასთან, რომელიც ბოლოს პოეტს ხელიდან ეცლება და ეზიარება ჭეშმარიტებას, რომ სადაც არ არის სიტყვა, იქ სამყარო იშლება, საგნები აღარ არსებობს. ის სიტყვა, რომლის დაკარგვაზეც წუხს პოეტი, უნდა განვასხვაოთ სხვა სიტყვის. რამდენადაც დაკარგული სიტყვის მიუხედავად ჩვენ წინდა პოეტის ლექსი. ერთი მხრივ სიტყვა არის საგანი. იგი იმგვარადია აღქმადი, როგორც ნებისმიერი სხვა საგანი. ჩვენ მას ვხედავთ მატერიალურად ლექსიკონებსა თუ წიგნებში. მაგრამ ეს აზრი ლექსის ამ ერთგვარ მტკიცებასთან მოდის წინააღმდეგობაში. სიტყვა არ შეიძლება იყოს საგანი, რამდენადაც სადაც არ არის სიტყვა, იქ არ არის საგანი. ციტირებ ჰაიდეგერს. პოეტური გამოცდილება სიტყვასთან მნიშვნელოვან მინიშნებას გვაძლევს. სიტყვა არა საგანი, ანუ არაფერი, არ ყოფს. მაგრამ ჩვენ საგანთა გაგებას მაშინ ვახცევთ, როდესაც მათთვის შესაბამისი სიტყვა ხელმისაწვდომია. მაშინ საგანი არის. თუმცა რა ხდება ამ არისთან? საგანი არის. თავად არის იგი ასევე საგანი, ერთი ნაბიჯით მაღლა, მასზე როგორც თავსაბურავი, არის ვერსად მოიძებნება როგორც საგანი მიბმული საგანი. რაც შეეხება სიტყვას, ამდენად იგი არის არისთან ერთად. ციტატის დასასრული. ამდენად ჰაიდეგერის მიხედვით ენასთან პოეტური გამოცდილება სიტყვასთან დაკავშირებით გვაუწყებს, რომ იგი ყოფნასთან, არისთან არის დაკავშირებული. თუმცა მას თავად არ გააჩნია ყოფნა, თავად ის არ არის. თავად ის არ არის. როცა ენასთან ამ პოეტურ გამოცდილებას ჩვენი აზროვნება გამოიდევნება, სინათლე ეფინება იმას, რომ ლექსის სიტყვა აზრის დამბადებელია.
იგი აზროვნების დასაბამისეულ კითხვებს ეხება. იგი გვიჩვენებს რა არის და მაინც არ არის. ანტიკურ მოაზროვნეთა კითხვა, რომელსაც ლექსი ეხება, უკავშირდება სიტყვის მიერ არსებობის მიცემას. და მაშინ წერს ჰაიდეგერი, ჩვენმა აზროვნებამ უნდა იპოვოს სიტყვა, არსებობის მიმცემი, რომელიც თავად არასდროსაა მიცემული. დაუბრუნდეთ გამოცდილება. გამოცდა გადატანა ნიშნავს ეუნდო ასეგდო, გზად მოიპოვო რაღაც, მიაღწიო მისვლე რაღაცას გზაზე შვი. რას წვდება პოეტი ენასთან თავის გამოცდილებაში? რას მოიპოვებს იგი? არა ცოდნას. იგი საგანსა და სიტყვას შორის მიმართებას ცდებს. თუმცა ჰაიდეგერის მიხედვით ეს მიმართება თუ ურთიერთობა არ გულისხმობს საგანს ერთ მხარეს და სიტყვას მეორე მხარეს. და აქ მნიშვნელოვანი ნიშნება ინტენციონალობის ჰაიდეგერიანული წაკითხვაც, რომელიც ტრადიციული სუბიექტის იმანენტურობის თავის-თავში ჩაკეტილობის კრიტიკაა. საინტერესოდ ქართული სიტყვაც ურთიერთობა შესანიშნავი მიმანიშნებელია, რამდენადაც იგი ერთობაზე ლაპარაკობს. ურთიერთობა არა ორ სხვადასხვა რაღაცას შორის, არამედ ერთია. ჩვენ გვსურს და ვცდილობთ ენის არსობას ვწვდეთ, მის შესახებ ვსვამთ კითხვებს. ჰაიდეგერის მიხედვით კითხვა არის ძიება და ყოველ ძიებას აქვს წინასწარი განსაზღვრული მიმართულება საძიებლიდან გამომდინარე. ყოველი კითხვა რაღაცის შესახებ შეკითხვა ამ რაღაცისადმი. როდესაც ენა, რომელსაც გამოვდევნები ვართ, ყოველი კითხვის დასმისას უკან იხევს და ამასთან განურჩეველია ენაში ვლაპარაკობთ თუ არა იმენით, რომელმაც მიმართულება უნდა განგვისაზღვროს, როგორც მან, რომლის შესახებაცაა შეკითხვა დასმული, ამგვარი გაუმხელელობა, დაფარულობა, უკან დახევა თავად ენის არსობას უნდა მივაკუთვნოთ. ყოველი შეკითხვა წინასწარ დამოკიდებულია შეკითხულის მიერ დანაპირებას. ამ აზრითაც ყოველი შეკითხვის დასმა თანადროულად არის მოსმენა შეკითხულისადმი. ამდენად, როცა ჩვენ კითხვას ვსვამთ ენის არსობაზე, ენის არსობა რაღაცგვარად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩვენთვის. გზაზე ენისაკენ თავად ენა უნდა წარგვიწვეს და ასე ვთქვას შემოხდეს შუა გზაზე. მე აღრეცდები თანმიმდევრულად აღვადგინო ჰაიდეგერის ენის არსობის გზა. ეს ზედმეტად გაართულებდა დღევანდელ ამ წაკითხვას. ეს ტექსტი უმდიდრესია თავისთავად და ცალკე წაკითხვებს საჭიროებს არაერთი სათაურით რუბრიკა. განმეორდები მხოლოდ და ვიტყვი, რომ ამდენად საგანსა და სიტყვას შორის მიმართება მხოლობითი. ამასთან გზაზე ენისაკენ გზას თავად ენისგან გამოვიტყვი. ორივე ეს გზა უნდა წავიკითხოთ თავის მხრივ ჰერაკლიტეს ფრაგმენტის სინათლეში. ტექსტში ლოგოსი, რომელშიც ჰაიდეგერი უშუალოდ მე კი არა ლოგოსის ხმას მიუგდე ყური და როგორც ბრძენმა აღიარე, რომ ყველაფერი ერთია მხოლოდ. ტექსტში ლოგოსი, რომელშიც ჰაიდეგერი უშუალოდ ამ ფრაგმენტის წაკითხვას ცდილობს, წერს. ენის არსმა გაიელვა ყოფიერების სინათლეში. მაშინ, როცა ჰერაკლიტემ იაზრა ლოგოსი, როგორც მისი გზამკვლევი სიტყვა, იმისათვის, რომ მოეაზრებინა ამ სიტყვაში ყოფიერთა ყოფიერება. მაგრამ გაელვება მოულოდნელად გაუჩინარდა. ციტატის დასასრული. როგორც ენის ჭეშმარიტი სიტყვა, ჭეშმარიტი იმდენად, რამდენადაც ჰაიდეგერისეული ჭეშმარიტების ცნება ალეთეია ჩენაა. სიტყვა კი აჩენს. ენის არსობაში, ისევე როგორც ყოფიერება და დროში და არაერთგან, ჰაიდეგერი წერს, რომ ენა თქმა ნიშნავს ჩვენებას. ესე იგი, როგორც ენის ჭეშმარიტი სიტყვა იძირება უკან უხმობაში, ასე ჩაიძირა ტრადიციაშიც ენის ამგვარი გაგება და იგი რჩება როგორც მხოლოდ რეპრეზენტაცია. რჩება როგორც არა წარმდგენი, არამედ წარმომდგენი, მეორეული. ამდენად ჰაიდეგერი ამბობს, ენა მეტყველებს. ის მეტყველებს არსებობას. მხოლოდ მისი მეშვეობით გამოჩნდება რაღაც. ესაა მისი არსობა. იმასთან ერთად, რომ მიიმალოს თავისი სიტყვების უკან. რომ მეტყველება თანადროულად არის მოსმენა. რომ პოეტი და ფილოსოფოსი ენის ამ არსობრივ გამოცდილებაში აღმოჩნდებიან ხოლმე. რაც შეეხება ლაკანის ენასთან დამოკიდებულება მეტად ჰეტეროგენულადაა წარმოდგენილი ნაშრომში. დღეს კი ამოსავალ წერტილად დასაწყისად ავიღებთ სარკის სტადიას, როგორც უფრო ზოგადად სუბიექტის ისტორიულობაში არსებულ საწყისისეულ და გარდამტეხ მომენტს, მეს გამოსახულებისმერად დადგენას. ლაკანის ერთდროულად ენასთან და სუბიექტთან დაკავშირებული მტკიცება კი დასაწყისშივე წინსწრებად თუ სულსწრაფად შეიძლება გამოხატოთ შემდეგნაირად.
ჩვენ გამოთქმულნი ვართ ენის მიერ, ენა გვმეტყველებს. 1959 წლის ტექსტში, რომელიც სარკის სტადიას ეძღვნება, ლაკანი მნიშვნელოვან ორიენტირს გვაძლევს, რომ გამოცდილება, რომლითაც სარკის სტადია უზრუნველყოფს, ციტირებ ლაკანს, გვაპირისპირებს მთელ იმ ფილოსოფიასთან, რომელიც უშუალოდ კოგიტოდანაა ამოზიდული. აქვე შემიძლია, რომ ლაკანის მიერ დეკარტისეული კოგიტო ერგო სუმის წაკითხვაც საჭიროებს დამოუკიდებელ ნაშრომს. ახლა კი აღვადგინოთ სარკის სტადიისეული გამოცდილება და გავიხსენოთ რა ხდება მასში, როგორ ვითარდება და რას გულისხმობს. 6-დან 18 თვის ასაკამდე ბავშვი გამოიმუშავებს გარკვეულ დამოკიდებულებას სარკეში საკუთარ გამოსახულებაზე ყურებისას. განსხვავებით მაიმუნისგან, რომელიც როგორც კი დარწმუნდება, რომ მხოლოდ ანარეკლს უყურებს, შორდება, კარგავს ინტერესს და შორდება სარკეს, ბავშვის გამოცდილება სარკესთან საკუთარ გამოსახულებაზე დაკვირვებისას უფრო ხანგრძლივად და აქტიურად ვითარდება. ბავშვის მიერ სარკეში საკუთარი ანარეკვლის ამოცნობისგან სემუელ ვებერის სიტყვებით ვთქვათ, ციტირებ, ლაკანი არც მეტი არც ნაკლები გამოიყვანს ეგოს კონსტიტუციასა და უპირველეს ყოვლისა ბედისწერას. საგულისხმოა, რომ მაშინ, როდესაც ბავშვი ფიზიკურად ჯერ კიდევ არ არის საკმარისად მომწიფებული, იგი თავის სხეულს ჯერ კიდევ ვერ ფლობს და აკონტროლებს, სარკეში აღიქვამს მას მთლიანს. ციტირებ ლაკანს, გარეგანობაში, რომელშიც ცხადია ის ფორმა, დგენელი უფროა ვიდრე დადგენილი. ციტატის დასასრული. ლაკანის უკანასკნელი შენიშვნიდან გამომდინარე, რამდენადაც ბავშვს არ გააჩნია საკუთარი სხეულის მართვის უნარი, იგი ხომ ჯერ კიდევ ვერ ფლობს მას. ამდენად სარკეში აღბეჭდილი გამოსახულება მისთვის იქცევა თავისივე სხეულის პირველ და ხაზგასმით და მნიშვნელოვნად წარმოსახვით ხატად და მსგავსად. ამდენად სხეული, რომელიც სარკეში ბავშვის მიერ აღიქმება, არა რაღაც ჩამოყალიბებული რეალურის გამოსახულებას წარმოადგენს, არამედ თავად ეს გამოსახულება ხდება ბავშვისათვის საკუთარი სხეულის მდგენელი. ამგვარად, სარკის სტადიაში, სწორედ ამ საგულისხმო მომენტში, რომელსაც მივხვდეთ და განმარტეთ, ადგილი ყოფა ეგოს, მეს, პირველი და ფუნდამენტური იდენტიფიკაცია. იდენტობა, რომელიც დადგინდა მცდარად და გამოსახულების მიერ. ეს გარკვეული სიმცნარე და წარმოსახვითობა ამიერიდან ხდება სუბიექტის ბედისწერა და გარდაუვალობა. და აქ სარკისებული გამოსახულება, რომელსაც ადამიანი თავისად იღებს, ამასთანავე ზღურბლია და გარესინამდვილეზე მთელ ხილულ სამყაროზე გადის. ანუ სარკის სტადიის ფუნქცია ამასთანავე შესაბამისად ორგანიზმი დააკავშიროს რეალობასთან. კავშირი დაამყაროს ინენველცსა, ანუ შინაგან სამყაროსა და უმველცს, ანუ გარე სამყაროს შორის. ახლა ვციტირებ სემუელ ვებერს ტექსტიდან გამცდარებული იდენტობა ლაკანის სარკის სტადიის თეორია. გამცდარებული იდენტობა. ეს გამოსახულების მიერ დადგენა, მცდარი იდენტობის მიღება ბავშვს საკუთარ გამოსახულებასთან იდენტიფიკაცია. გამოსახულების მდგენელი ძალის ამ ხელახალი ინტერპრეტაციის შესაძლებლად მისი წარმომავლობა აღარ შეიძლება განთავსდეს ისეთ რეალობაში, რომელიც დროითი და სტრუქტურული აზრით მისი წინსწრებია. რამდენადაც ეს რეალობა, იმდენად რამდენადაც საქმე ეგოს ეხება, მხოლოდ და მხოლოდ გამოსახულების შემდგომი ეფექტია. ამგვარად, ვებერის თანახმად, ლაკანი შეაბრუნებს ტრადიციულ ლოგიკას, რომელიც ნიმუშს ასლის წინ, განმეორებულს განმეორების, იდენტობას განსხვავების წინ. შეგვიძლია დავამატოთ პირველდაწყებით დერივატულის წინ, დედანს თარგმანის წინ, ორიგინალს ასლის წინ, აღნიშნულს აღნიშნელის წინ ათავსებს. სუბიექტის ამ დროით სტრუქტურაზე 1953 წელს რომის კონგრესის წაკითხულ მოხსენებაში მეტყველებისა და ენის ფუნქცია და ველი ფსიქოანალიზში ლაკანი წერს. ციტირებ ლაკანს. ის, რაც ნამდვილდება ჩემს ისტორიაში, ესე იგი ინდივიდუალური სუბიექტისა, არათუ განსაზღვრული წარსულია იმისა, რაც იყო, რამდენადაც იგი აღარ არის. არც აწყვოსრული დროა იმისა, რაც იყო, იმაში, რაც ვარ. არამედ უწინარესი მომავალი იმისა, რად ნამყოფიც ვიქნები, იმისათვის, რად გახდომის პროცესშიც ვარ. ციტატის დასასრული. ლაკანიანური სუბიექტი
მისი თვითიგივეობრივობის აზრით არათუ ამდენად ლაკანიანური სუბიექტი მისი თვითიგივეობრივობის აზრით არათუ წარსულში მყოფოს, ანუ არათუ პირველდაწყებითად იყო, რაც იყო, ან აწყვოსულ დროში, ანუ იმაში, რაც იყო და რაშიცაა ახლა აგრძელებს ყოფნას. არამედ უწინარეს, ანუ ერთი წარსულში, რომელიც თან არასდროს დამდგარა, მას ხომ არ მიუღწევია ნამდვილი თვითიგივეობრივობის იდენტობისთვის. და სწორედ ამდენად მომავალშია, რომელიც ჯერ კიდევ დასადგომ. თავის ტექსტში სემუელ ვებერი ლაკანის ამ უწინარეს მომავალ დროს ადარებს ჰეგელის აწყვოსულ დროს, რომელიც მისი აზროვნების დროითი მედიუმია. ჰეგელის აწყვოსულ დროს ცოდნასა და სუბიექტთან იმგვარი მიმართება აქვს, რომ ცოდნა სუბიექტისათვის იმდენადაა შესაძლებელი, რამდენადაც იგი მასში ოდითგანვე პოტენციურად არსებობს. ამასთან ჰეგელი გონის ფენომენოლოგიის შესავალში აკრიტიკებს აზროვნების იმგვარ გაგებას, რომლის მიხედვითაც აზროვნება ინსტრუმენტადაა წარმოდგენილი, რომლის გამოყენებაც ხელსაყრელია აზროვნებისათვის რაღაც გარეგანის გაცნობიერებისათვის. თავად ეს კრიტიკა კავშირში იმდენადაა ჰეგელის აწყვოსულ დროსთან, რამდენადაც აზროვნებისათვის გარეგანი ცოდნის პოტენციურ არსებობასთან მოდის წინააღმდეგობაში. ციტირებ ვებერს. ჰეგელიანური დიალექტიკის კურსი შესაძლოა უსასრულო იყოს, მაგრამ ეს უსასრულობა თავად დიალექტიკის მტკიცებების მიხედვით არ უნდა იყოს ცუდი, არამედ ის უნდა იყოს თვითგანამდვილება იდენტობისა, რომელიც ყოველთვის უკვე იყო არსებითად მოცემული თავის. აქვე შემიძლნოთ, რომ ლაკანისეული სუბიექტისათვის ამგვარი თავისთავად თუნდაც პოტენციური მოცემულობა არ გვაქვს. ლაკანის სუბიექტის დროითი სტრუქტურა წინააღმდეგობაში მოდის ჰეგელის ამ აწყვო გასრულებულ დროსთან. ჩვენ უკვე მივუწითეთ იმ აცნენაზე, რომელიც ლაკანიანური იდენტობის ცნებას აქვს ტრადიციულ ლოგიკასთან, იმდენად, რამდენადაც იგივე იდენტობა არათუ პირველადი მოცემულობა, არამედ მეტიც წარმოსახვის ხასიათს ატარებს და არათუ იგივე, არამედ სხვა. იგი არათუ რეალური, არამედ გამოსახულებისეული წარმოსახვაა. ჯერ გამოსახულებაა და შემდგომ ის, რასაც ის ასახავს. ლაკანის ენით თუ ვიტყვით, სარკისებული გამოსახულება უფრო მდგენელია, ვიდრე დადგენილი. რამდენადაც სარკის სტადიაში სუბიექტი არათუ თვითიდენტიფიკაციას ახდენს, ანუ საკუთარ თავთან იგივეობრიობას აღწევს, არამედ სარკეში თავის გამოსახულებაში მოცემულთან იდენტიფიცირდება, რომელიც თანხმობაში არ არის იმ დანაწევრებულ სუბიექტთან, რომელსაც იგი იმ დროისთვის წარმოადგენს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ თვითიდენტიფიკაციას ადგილი არც კი ჰქონია. სუბიექტს არასდროს მიუღწევია ნამდვილი თვითიდენტობისათვის. ვებერი წერს, ლაკანი აბრკოლებს მუდამ უკვე ყოფნის გასრულებულ დახურვას, მისი რაც ყოველთვის უკვე მომხდარი იქნება დაუზუსტებელ მომავალში ჩაწერით. მეხსიერება ამდენად სრულიად სხვა შინაარსის ცნება ხდება, ვიდრე ის მეტაფიზიკისათვის იყო. არა იმ მომავლის გამო, რომელსაც სუბიექტი სრულად ვერასდროს დაეწევა, არამედ ყოველი მცდელობა არაცნობიერი სუბიექტის მოიხელთოს საკუთარი ისტორია, გარდაულად ყოფს ამ ისტორიას წარსულად, რომელიც შორსაა უკვე ერთხელ და სამუდამოდ მომხდარის ადგილიდან და ყოველთვის ჯერ კიდევ წინა. ნაშრომში ვცვლადში სოსიურის ენათმეცნიერული ნიშნის თეორიას და შემდგომ ამისა სოსიურისეული ენათმეცნიერული ნიშნის ლაკანისეულ წაკითხვას. ამ ორივე მომენტის, ანუ სოსიურისეული ენის თეორიის კომპლექსურობისა და მისი არანაკლებად რთული ლაკანიანური წაკითხვის უფრო შრომატევად ინტერპრეტაციას წინა სემინარზე შევეცადე. აქ ახლა მხოლოდ იმას მოვნიშნავ, რომ წინამდებარე ნაშრომში, ანუ რომელზეც ვსაუბრობ დღეს, ენათმეცნიერული ნიშნის თეორიაზე მიყოლა, მეტადრე იმიტომაც მნიშვნელობდა, რომ ენა არათუ რეპრეზენტაციად, არამედ არტიკულაცია თუ აღნიშნულთა გარკვეულ გადამწყვეტ თამაშად წარმოდგენილი. კიდევ ერთი შესაძლო წაკითხვა ლაკანიანური კარების ილუსტრაციისახომ ის შეიძლება იყოს, რომ ორი იდენტური კარის განსხვავების საქმეში გადამწყვეტი სიტყვა ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ აღნიშნულს, ანუ ენას აქვს.
სარკისებულ გამოსახულებასთან იდენტიფიკაციის გამოცდილებისაგან სარკის სტადიისაგან ნამემკვიდრეობის წარმოსახვითობა სუბიექტის ერთ-ერთი მძლავრი და ქმედითი მოდუსი ხდება. ამ გამოსახულებას როგორც საკუთარს, საბოლოოდ აქვავებს და აღბეჭდავს სიმბოლური აქტი. მაშინ, როდესაც ბავშვს ადამიანი, რომელსაც იგი სარკის წინ უჭირავს, დედა მაგალითად, საკუთარი თავისკენ უთითებს სარკეში და ეუბნება. ეს ფრაზა არაერთი აზრითაა ნიშანდობლივი. მაგალითად, ალენ ვანია თავის ფსიქოანალიზის შესავალში კონცენტრირდება თავად სიმბოლურის განზომილების გამოჩენაზე, როგორც სიმბოლურისად და იმაზე, რომ ამ სახელდების შემდგომ ბავშვი უკვე თავის თავს სხვის მზერაში ხედავს. მისი და სხვის გზები სამუდამოდ იკვეთება და ეს თავის მხრივ მეტად საგულისხმო განგებულობა. ციტებ ვანი. ამგვარად, როდესაც დედის მიერ სახელდების შემდეგ ბავშვი კვლავ სარკეში იყურება, ხატი, რომელსაც ის ხედავს, მნიშვნელოვნად განსხვავდება ხატისგან, რომელსაც ის სახელდებამდე ხედავს. რადგან სარკისებული ანარეკლი ამჯერად დაქვემდებარებული და მოხელქებულია სახელდების აქტის მეშვეობით. სახელდებით, რომელიც სათავეს იღებს სხვისგან და სარკისებულ ანარეკლს სუბიექტურ მნიშვნელობას ძენს. ამ დროიდან ბავშვი საკუთარ თავს სხვის მზერაში ხედავს. ციტატის დასასრული. სხვა, ეს დიდი სხვა, ამიერიდან სუბიექტის დისკურსის მარადიული ვანდი ხდება. შევნიშნოთ ფრაზაში ეს ჩვენ ხარ წარმოსახვითისა და სიმბოლურის ურთიერთდამოკიდებულება. სიმბოლური განზომილება, რომლის წიაღშიც უნდა ვიგულოთ აღნიშნელიც მთელი თავის ცხოვრებით, გაცილებით მეტ მიზანმიმართულ ძიებებს და ცალკე შრომებსაც აძლევს. მეტი აქ მხოლოდ გარკვეული სიმბოლური ხიდის გაბმას ვცდილობ, რომელიც შემდეგში მდგომარეობს. სახელდების აქტი. როცა სარკისებულ გამოსახულებაზე მითითებისას ბავშვს ეუბნებიან ეს შენ ხარ, ბავშვი ენობრივ განზომილებაში გადასვლასთან ერთად ამავე განზომილებაში გადაიტანს და საბოლოოდ ითავისებს, გაიშინაგდებს სარკისებულ გამოსახულებას როგორც საკუთარ. სწორედ ამით უნდა აიხსნას ლაპარაკის მეტყველების ორმაგი მოდუსი, რომლებსაც ლაკანი ეხება თავის 1953 წლის მოხსენებაში მეტყველებისა და ენის ფუნქცია და ველი ფსიქოანალიზში. ეს ორი მოდუსი სავსე და ცარიელი მეტყველებაა. ცარიელი მეტყველება ორიენტირს სარკისებული წარმოსახვით და ილუზორული სინამდვილიდან იღებს. ერთი მხრივ ცარიელი და სავსე მეტყველების დაპირისპირებულობამ სავსე მეტყველების გაგებას მხოლოდ ნეგატიურად გვიპოვებს და არ გვაძლევს მის პოზიტიურ გაშლას. ნეგატიურად დადგენილობაში იგულისხმება, რომ თუკი ცარიელი მეტყველება წარმოსახვით მესა და წარმოსახვით სინამდვილეს გულისხმობს და სავსე ამ წარმოსახვითობით, მასთან მიმართებით სავსე მეტყველება ცარიელია ამგვარი წარმოსახვითობით. ანუ სავსე მეტყველება ისაა, რაც არაა ცარიელი. ასევე ნიშანდობლივია, რომ ცარიელი მეტყველება უნდა გულისხმობდეს რეპრეზენტაციულ ენასაც. თანაც საგულისხმოდ იგი ხომ სარკეზე მითითებულმა თითმა და სახელდებამ დაადგინა. რომ ცარიელი წარმოსახვითი მეტყველება რეპრეზენტაციულ ენას გულისხმობს, ამის მიმანიშნებელია ენის კედლის თუ ენობრიობის ტერმინებით, რომლებიც 1955 წლის მე-19 სემინარზე არა ორად გაყოფილი მეტყველებიდან ერთ-ერთს, არამედ ზოგადად მეტყველებასაა დაპირისპირებული. შესაბამის სემინარში ლაკანი წერს, რომ წარმოსახვითობა თავის მცდარ რეალობას სწორედ ენის კედლიდან ითვისებს. შევნიშნოთ ასევე ისიც, რომ სისტემა თითქოს ნიშანთა მწყობრი სისტემა, სადაც თითოეულ ნიშანს, ერთ ნიშანს ერთი აღნიშნული შეესაბამება. ამავე ტექსტში ესეც რაღაცას ამბობს ლაკანი, სხვა ციტატასაც მოყვა. ყოველივე რაც კი შედის გაერთგვაროვნებულ ველში, მეტად ვეღარასდროს გაიღებს ხმას. რამდენადაც ეს ის რეალობებია, რომლებიც სრულებით ენობრიობას ექვემდებარება. და ამას უპირისპირებს მეტყველებას. შევნიშნოთ ასევე ისიც, რომ მოგვიანებით 1957 წელს სოსიურის ლანგაჟი იგულისხმება ენის კედელში. მეტყველებაში. შევნიშნოთ ასევე ისიც, რომ მოგვიანებით 1957 წელს სოსიურის ენათმეცნიერებისეული შთაგონებაც იმგვარი ენის წარმოდგენად ცხადდება, რომელიც არაა მარტივად მარეპრეზენტირებელი.
სამივე ტექსტი 1953 წლის რომის დისკურსი თავისი ცარიელი და სავსემეტყველების გაყოფით, 1954-55 წლის მე-19 სემინარი თავისი ენის კედლის ენობრიობისა და მეტყველების გაყოფით და 1957 წლის ასოს ინსტანცია არაცნობიერში, ანუ გონება ფროიდის შემდეგ, რომელსაც თავის უკვე საერთოდაც ნიშანთა მწყობრის სისტემის არსებობაში შეაქვს ეჭვი და ბზარს აჩენს მასში, ენის რეპრეზენტაციულობის თუ რეპრეზენტაციული ენის კრიტიკაც შეიძლება წაიკითხოს. ესე იგი, ცარიელი მეტყველება არის წარმოსახვითი მესთან დაკავშირებული და ამისთან უნდა გულისხმობდეს რეპრეზენტაციულ ენას. სავსე, ანუ არაცარიელად, არაწარმოსახვითად, არარეპრეზენტაციულად, მაშინ უნდა მეტყველებდეს სუბიექტი, როცა მან არ იცის რას ლაპარაკობს, როცა მას კონტროლი არ აქვს თავის სიტყვაზე. ლაკანი წერს, სუბიექტმა არ იცის რას ამბობს და საუკეთესო მიზეზები, რადგან მან არ იცის ვინ არის. სავსე მეტყველება, თუ მეტყველება, რომელიც არაა ცარიელი და მას სადამე სავსე წარმოსახვითი მეს გაუჩერებელი ტიტინით წარმოადგენს ენის იმგვარ მოდუსს, რომელშიც ლაკანის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, სუბიექტი მეტადრე ნალაპარაკებია, ვიდრე ლაპარაკობს. ტექსტის სტადია, როგორც მაწარმოებელი მეს ფუნქციისა, როგორადაც გვეცხადება იგი ფსიქოანალიტიკურ გამოცდილებაში, ამ ტექსტის პირველივე აბზაცში ლაკანი წერდა, რომ ეს არის, ციტირებ, გამოცდილება, რომელიც უნდა ითქვას გვაპირისპირებს მთელ იმ ფილოსოფიასთან, რომელიც უშუალოდ კოგიტოდანაა ამოზიდული. ციტატის დასრულება. რატომ უნდა დაგვაყენოს საკის სტადიის გამოცდილებამ დეკარტის ფორმულის ვაზროვნით მარსსა და ვარსებობის საპირისპირო მხარეს. წავიკითხოთ ამის განგებულება სავსე და ცარიელ მეტყველებაზე უკანასკნელი შენიშვნებიდან გამომდინარე და ვთქვა, იმიტომ რომ ციტირებ ლაკანს, ვაზროვნები სადაც არ ვარ, მარსსა და ვარსებობ იქ, სადაც არ ვაზროვნებ. მოჩი. რუსი ბოლო ფრაზა ვაზროვნებ იქ, სადაც არ ვარ. მარსსა და ვარსებობ. სადაც არ ვარ. ეს სუბიექტის განმარტება. ენის სუბიექტი. რომელიც უცხო ენით ლაპარაკობს, ხო? სხვა მესმის ჩემი სიტყვები. მეგობრებო, თუ გაქვთ კითხვები Zoom-ში? მე მაქვს ერთი კითხვა, თუ შეიძლება. ანუ ისმის ხმა? კი. აი, ანუ როცა დავიწყეთ, მე მგონი ასე გავიგე, ლექცია როცა დავიწყეთ, რომ ანუ ლაკანის და ჰაიდეგერის გარკვეულწილად საერთო წერტილი ის იყო, რამდენადაც მე გავიგე, რომ ენას გააჩნია ავტონომიურობა და ასევე არ ექვემდებარება რეპრეზენტაციულობასო. სწორად მივხვდი თუ რაღაც არასწორად მახსოვს? არა. ანუ რეპრეზენტაციას არ ექვემდებარება ენა, ხო? ექვემდებარება, უბრალოდ ისინი სხვა ენაზე უთითებენ, როგორც ღირსაცნობს. ანუ რომელიც არ არის რეპრეზენტაციული. ანუ ასეთ ენაში კონკრეტულ სიტყვას არ შეესაბამება რაღაც ნაცნობი კონკრეტული აღნიშნული. რაღაც სხვას ამბობს, აბსოლუტურად სხვა ჭრებს. ლანგაჟი შემთხვევაში და ამ ენის არსებობას რა მნიშვნელობა აქვს მაშინ? რეპრეზენტაციულის? არა რეპრეზენტაციულის. ესა აზროვნების გამოცდილების რომ სუბიექტმა თქვას რაღაც სხვანაირად, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებოდა პოეზია, ხო? რომელიც ცვლის ამ დაფუძნებულ სტრუქტურას კომუნიკაციის, რომელიც შეიძლება ტრადიციებში, წმინდა ტექსტებში და ასე შემდეგ, აღნიშნული და აღსანიშნავი არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან და აფუძნებს ენის კედელს, საიდანაც არ უნდა გავიპაროს სუბიექტი სწორედ, მაგრამ სუბიექტი თავს ავლენს ყველგან, სადაც არის სიმპტომი, პოეზია, მეტაფორა, ამიტომ ამბობდა ლაკანი, რომ ენის თავარი, ესე იგი, ენა რეალიზდება ყველაზე მეტ პოეზიაში. ისევე როგორ, იმიტომ რომ
პოეზიაც იყენებს იგივე პრინციპს, რასაც პირველადი პროცესები არაცნობიერში გადანაცვლება, კონდენსაცია, ფიგურალური გამოხატვა და ასე პირველად პროცესი. აჰა. ანუ პოეზიაში ენა არ არეპრეზენტაციულია? თუ ვერ მივხვდი ისევ? დიახ, რაღაც სხვაზე გელაპარაკება, რაღაც ნაცნობი სიტყვა, აი ესეთ რაღაც. კი ბატონო, გასაგებია. მადლობა. და ლაპარაკობ, სადაც სახელდება არ აქვს ჯერ. შეიძლება მე მაგაზე გქონდეს სახელდება. ენად ხო ვითარდება. ხომ არ არის კიდევ კითხვები? დარბაზში როგორც ეთქვიან. მე მაინტერესებს ტექსტის გაცნობას. ხება ცოტა აქედან მეხსის ტექნიკურად ბიბლიოგრაფიას კითხვა. თქვენი სამართლებრივი ანუ თამსაწამი არის არდის არს. მაგრამ მაინც ამ წლის წინანდელი და არ გავასიათებდი. გაზველდა ძალიან. ისე ვითარდება გასუმრიობა, რომ რაღაც დროს მაგის გასიერება. მე ესე ვფიქრობდი ჩემ ნაშრომზე, რომელიც პოსტსაბჭოთა ფორმებს ეხებოდა რელიგიური პრაქტიკის და აღარ სხვაზიერებს და აღარ სარგუნია თუმცა აგერ მთელი კონსტიტუცია დაეფუძნა როგორი. ამიტომ არავინ არ იცის. როდის გამოკეთება კარგად შეინახეთ. კედი ჩვენ უფრო მეტად გვაინტერესებს ჰაიდეგერთან ენა და აი ეს შედარება, რომელიც ჩვენ გააკეთე და ის მსგავსებები, რომელიც ლაკანთან არის. შეგიძლია ამაზე უფრო მეტი გითხრა? და ესეც სანიშნავია, რომ მე როცა ლაპარაკობს, ენა არის გამოცდილება, რომელიც ფრანგულს ქვია je subis, ხო, ალბათ ეს იგულისხმება, subir quelque chose, ანუ შენ იყოს ობიექტი რაღაც გამოცდილების. აი, ჰაიდეგერთან არ გვაქვს ეს სუბიექტის და ობიექტის გაყოფა ეს. ხო, არა, უბრალოდ ის ამბობს, როგორც ჩვენ თქვი, რომ ენა არის რაღაცა, რაც ჩემზე მოქმედებს, როგორც გამოცდილება და მე არ ვარ აქტიური, ან ენა წინ მისწრებს, როგორც ლაკანი, როგორც კანტოთი, ტრეზორჯი სინიფიან აღნიშნულ საბადო თუ საგანძური. ენა არის, რაც მაფუძნებს, რაც წინ მისწრებს ამავე დროს, ხო? და რაღაცაირად შეიძლება ითქვას ძალადობრივი კომპონენტიც გააჩნია. სიმბოლურის რეგისტრს და ენას ზოგადად, რა. იმიტომ რომ ეს გულისხმობს წყვეტას. და ეს გულისხმობს იმას, რომ ვერასდროს აღარ ვბრუნდები საკუთარ თავთან. ანუ იმასთან კოგჟიტო ერგოსთან ვერასდროს ვერ ვბრუნდები. ენა ისეთ რამეს მიიგეთებს, რომ არასდროს არ ვემთხვევი ჩემს ხალხს. ხო, შეიძლება ასე ითქვას. ეს და სუბიექტის და ობიექტის ამას აკრიტიკებს ინტენციონალობის კრიტიკა, ამის კრიტიკას წარმოადგენს, რომ სუბიექტი, ანუ დიზაინის მოყოფიერების, ანუ იმ ყოფიერების, რომელიც მე თავად ვარ, ფუნდამენტური სტრუქტურა სამყაროში ყოფნა. ის თავიდანვე დაივანებს ამ ყველაფერთან ერთად. თავიდანვე გახსნილია ყველაფერი მისთვის. ანა, უკერდა კეთი ბოდიში, პირველ რიგში დიდი მადლობა მოხსენებისთვის. ერთი ასეთი კითხვა მაქვს, ალეთეია ერთგან ჩენად თარგმნი და რამდენად თქვა ხმა ახლოს რომ მიიტანოთ, ვფიქრობთ რომ ჯგუფმა რო გაიგოს. აი ხა ისმის უკეთესად. კი. ანუ მაინტერესებს ალეთეიას ჩენად თარგმნა რამდენად დაფუძნებადია, ასე ვთქვათ, შენთვის სიტყვის და სიტყვიერების დონეზე. არცი. ეს თარგმანი არსებობს ისე. ალეთეის. ერთული ალეთეის ჰაიდეგერისთვის ეს არის ჭეშმარიტების ცნება. არა, უბრალოდ რახან შენს მოხსენებაში თარგმნი ალეთეია როგორც ჩენა, რომ დავინტერესდი რამდენად გიფიქრი ამ თარგმნის ნაშრომში არ ვეხები ამ ცნებას. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს მაშინ. ჩენა, როცა რაღაც არის გამოჩენილი.
ნაკლის ხოლეთი არის დაფარული. ციხადებში გამოტანი. ლატენტური წინააღმდეგი გადმოვებული. ხო, იმიტომ რომ ჩენა მაინც ალბათ ფენომენთან და ფენომენალურთან კავშირდება, როცა ეს რაღაცის ჩენა ან ვლენა პრინციპში ქართული ფენომენალურს ორ სიტყვაში იხელთებს, მაგრამ ალეთეია შემთხვევაში მგონია, რომ განფარვა შესაძლებელია უკეთესი შესატყვისი იყოს. მაგრამ ხო, სიტყვებზე ჰაიდეგერთან ყოველთვის სიტყვები მარტებს. და კიდევ ერთი ისევ ჰაიდეგერზე, იმიტომ რომ ლაკანზე არაფერი ვიცი. და ისევ სიტყვას ეხება ჩემი კითხვა. აი ეს ჰაიდეგერთან ენაზე როგორც წარმომდგენზე როცა ილაპარაკე. წარმომდგენი რეპრეზენტაციული. ხო, და მეორე მხრივ წარმომდგენთან ერთად ლაპარაკობდი ენაზე როგორც წარდგენაზე, ხო, წარდგენის აქტზე. ბოდიშს ცოტა ხმამაღლა ბოდიშო გაიძულებ აქტიურად, მაგრამ აი ეს წარდგენა და წარმოდგენა, წარმომდგენი ენა. ჰაიდეგერისთვის შენ როგორც კითხულობ მას რანაირად ასე ვთქვათ თამაშდება ფილოსოფიის შიგნით. ჰაიდეგერი ცდილობს წარმომდგენი ენის მიღმა გასვლას და ამ უვლენ ენაში რჩენას. იმიტომ რომ მაგალითად გვიანდელ ჰაიდეგერთან ჩვენ ვხვდებით იმას, რასაც იგი das Bildlose Sages ეძახის, ხო, ანუ გამოსახულება წართმეული. მოკლედ, გამოსახულება წართმეული თქმა. თქმა პრინციპულად აღარ ექვემდებარება რამენაირ რეპრეზენტირებას. და აი გიგამ როცა პოეზიაზე ილაპარაკა, პოეზია ჰაიდეგერისთვის პრინციპში ხშირად იმეორებს ამას, არის ენის წმინდა ფორმა. ოღონდ ამ წმინდას როცა ვამბობ, ყოველთვის აქაც სიფრთხილე გვმართებს, იმიტომ რომ პრობლემური სიტყვა. ხო, მაგრამ წარდგენა და წარმოდგენის კონტექსტში შეგიძლიათ ცოტა უფრო მეტად განვრცო ჰაიდეგერის განზრახვა რა არის, ანუ რატო რას ცდილობს იგი მოკლედ შენეულად საკითხული ჰაიდეგერი რას ცდილობს აი ენისა და აი ამ ორი ასე ვთქვათ პარამეტრის კონტექსტში. მე ისევ ამ ნაშრომის გამით თუ გიპასუხებთ, ეს საკვლევი და საძიებელია, მოსაზრებელია, ანუ წინდებს დიდი შრომა, ვიდრე შესრულებულია. მაგრამ რა გითხარით, აბა რაც არ მithkoms. გავიგე, მადლობა. რო ჰაიდეგერი ასწავლებს წარმომდგენ და წარდგენას და ასე თქვა რო ერთი ორი წუთი კიდე მეტი გითხრა. არო რეპრეზენტაცია გააჩნია, გააჩნია, ხატება გააჩნია. გარდაუვალია საფრთხოდ როცა ენა მიყოლებს, როცა აღმოჩნდებით ენის გამოცდილებაში გამოჩნდება ვიცი რაღაც სხვა აქ კიდევ რომ ჰაიდეგერი ამას რომ ენა არის მოსმენა გარკვეულწილად, ხო? ანუ ენა კითხვა თავის თავში გულისხმობს აქტს იმის რომ სხვა მისმენს. ესე იგი კითხვა არ არსებობს ხვის გარეშე. არა, ჯერ ის თავისუფლად აქ ის კი არ არის რა. მოსმენა იმას თქო, აზროვნება, ანუ როგორც მოსმენა, ანუ აზრი აი მამარდაშვილიც ამბობს თავის ლექციაში, აზროვნება უიშვიათესი რამეა და ის თავისით ვერ მოიყვანა, იგი მოდის და თავისით ხდება. ამაზე ლაპარაკობს ჰაიდეგერი. ესაა წარმოდგენი ენა, ანუ ენა აზროვნებასთან არის ამაში. მაშინ რეპრეზენტაციული ენა ამათმაც შეგვიძლია ხო? ხო, ამათმაც. პოეზიის ენა რაღაც ეს შემოქმედებითი ენა. თუ არა შეიძლება მაგ წარდგენი პოეზიის შემქმნელი ენა და
რეპრეზენტაციული ენა, როგორც ამ ტამათემატას შიგნით, ანუ რაღაც იმგვარის, რაც უკვე მოცემულში ყველაფერი რაღაც მათემატიკურ რაღაც ერთ შესაბამება ყველაფერი უკვე დადგენილ რაღაც იმაში, ხო? ეს იქნებოდა რეპრეზენტაციული ენა, რომელიც მარტო მე ანუ როგორც ლაკანი ამბობს, ხო, რომელიც აკრიტიკებს რეპრეზენტაციას, მაგრამ ამბობს, რომ ну, ცხადია, ყველა ვხვდებით, რომ ერთმანეთს ვაგებინებთ მაინც, ვლაპარაკობთ და ყოველ შემთხვევაში დარწმუნება გვაქვს, რომ გვესმით ერთმანეთს. ანუ ეს რაღაცნაირად რეპრეზენტაციულობა მაინც მუშაობს ამ მათემატიკაში ზუსტად, მაგრამ ზუსტად აზროვნება, რომელიც იქნებოდა გასვლა უბრალოდ აი უკვე აი რაღაც კირკეგორიანული ნახტომის გაკეთება აზროვნებაში შესაძლებელია მხოლოდ მასშტაბზე იმენით, რომელიც არ არის რეპრეზენტაციული. კი, მეც ეგრე. ეს პასუხი კეთილი. მართალია. აკაი. შენ ისევე შეაკეთებ, აგროვებ, უფრო მეტი დაკლებები ვარ, აი. ანუ დაკლებები არ ხარ შენ, ხო? არა. ჩემდეს კი ეგრე და არა, ცოტა ვილაპარაკო. მგონი უფრო ნაყოფიერი შეიძლება. აი საინტერესო იყო, როცა ილაპარაკეთ თვით იდენტიფიკაციაზე. რომ სარკისტადია სწორად არსებობს თვით იდენტიფიკაციაში და ეს ალბათ შეიძლება ითქვას, რომ სამუდამოდ დაღსასვამს ადამიანთან ისეთ საქმეს, როგორც არის იდენტობა, რომელიც ყოველთვის რაღაც თვალსაზრისით ბზარებს გულისხმობს და არის მყიფე, იმიტომ რომ არ არის თვით იდენტიფიკაცია, გულისხმობს ხალხია იგივეობის, მაგრამ უცხოსაც თავის თავში იდენტიფიკან იდენტური ვარ საკუთარ თავთან, მაგრამ სხვასთან მიმართებაში განსხვავდები. როცა შენ თქვი, რომ ბავშვი, რომელიც იდენტიფიცირდება სარკისტადიაში, როგორც ლაკანი ნარცისიზმსაც ნარცისიზმის გადახედვას ახდენს სარკისტადია, ფროიდის ნარცისიზმი. ის იდენტიფიცირდება ხატთან, რომელიც ბევრად უფრო დასრულებულია გეშტალტს, რასაც უწოდებს ლაკანი, ვიდრე თლიანობითი, ვიდრე თავად მე, რომელიც ვარ სარკისტი. ესე იგი, გარკვეული თვალსაზრისით მე საკუთარი თავის იგივეობრივი კი არ ვარ, საკუთარი სარკისებური ანარეკლის იგივეობრივი ვარ, რაც როგორც თქვი, ქმნის ფაქტურად საბედისწერო მომენტია ჩემი როგორც სუბიექტის სტრუქტურაციის და საინტერესო იყო, მაგრამ უბრალოდ მე ასოციაციურად გამახსენდა ოიდიპალური იდენტიფიკაცია, რომლებიც უკვე არის გამყარება აი ამ ჩავარდნის სარკისტადიაში, ამ არასრულყოფილების სარკისტადიაში გამყარება უკვე წარმოსახვით რეგისტრში იდენტიფიკაციის მამასთან, იდენტიფიკაციის შეიძლება მოგოჩესა კოგნიტური დეფექტები რო გაქვს მაგას რაც ველაპარაკ. ჩვენს პოლიტიკოსებს არაფერი არ გვეთა. თუ აქ არის სხვაგან სადღა უნდა იყოს, თუ აქ არის ძეგლი დამთავრებული ფაქტია. რასა უნდა ეხლა კეთი რომ ენაში უნდა იყოს საგანი წარმოდგენილი. თუ ენაში ის არ არის, ის მას არა აქ თავის თავადი არსებობა ყოველ შემთხვევაში რაღაცა ხო ასე იყო შენ შესავალია რა და საინტერესო არც ერთი საგანი არ მყოფობს იქ სადაც სიტყვა არ არსებობს, რომელიც დაასახელებდა მოცემულ საგანს. ამიტომ ოღონდ სახელდება სხვა. კი. რეპრეზენტაციული ლინგვისტიკა არის რომ ის წარმოადგენს იმას რა. კი. თორემ ხო ასოციაცია შენ თავის რატო ეგ არის უყოფილი არ მოგვიყვება იმიტომ ვერ მოგწია თუ კაცრავად გამომგვიენდა მაგრამ კონტექსტი ვერ ბავშვი რომ გამოჩნდება ხო ის თავის თავთან ეს მგონია რომ ჩვენ მაგარატივმა ცივილიზაცია მოიტანა რომ ვერ აიღო ანარეკლი და ჩვენს დამოკიდებულება და ექსპერტენსი არ აქვს საკმარისი ანუ კულტურაში ვაფშე სახელდება არსებობს მაგახსის რაც ხდება რა ანუ აღარ ესეთი მაგრამ სულ გერმანულ კულტურაში ხარ რომ ეს არასულ ყოფილა პროფესიონალიზმი და ის მათემატიკური თანმიმდევრული ლოგიკა და აზურ კულტურაში სრულყოფილების თავისი ხატები და თავისი იდეალები გააჩნიათ ან
ეგ არ არის ადამიანი, რომელიც შერწყმულია მაინც ბუნებაზე, სადაც ბევრს ვლაპარაკობ აღმოსავლურ კულტურაში ბუნებაზე სხვა რამე იგულისხმება და არა რაღაცა ნატო ფილოსოფია თუ ასე შეგვიძლია გავაერთიანოთ ამ ერთობლივობას, მაგალითად, ჯერ ფიქრი რომ და მე ემოცია, ქართველები ჯერ ემოცია მეობას ეძახიან, ჯერ ასწავლობ და მე რა ვფიქრობ. ძალიან სპეციფიკური რა მე მგონია ჩვენ ახმაში თვითობა და მეობა და ძალიან ბევრი კონცეფტი გვაქვს იმის რომ არ დავუქეთ ხოლმე რა სხვა როგორ ვხედავთ და ჩვენ როგორ მაგრამ თუ შეიძლება რომ კეთილ ცოტა მეცხრა აი ამ რთულ პასაჟზე ლაკანის რომის დისკურსიდან, როდესაც ის ლაპარაკობს დროზე და დროით კონტინიუმებზე და სუბიექტის მოხალხებაზე ამ დროში. შეიძლება ეს პასაჟი კიდევ დავკითხო და ერთი-ორი სწრაფი ვკითხრა, უფრო მეტი, იმიტომ რომ კითხვის დროს ცოტა რთული იყო გამოყოლა, მაგ მე მგონი შეიძლება ბევრ სხვებსაც გაუჭირდა. ახსოვს სადაც წერია. მაშინ თქვი. პრეზენტაცია ვარია. იდენტობა არ დამდგარა და ამიტომ მომავალშია ამასრით, მაგრამ თან მოხდა ეს მცდარი იდენტობა და ამიტომ წარსულშია. ანუ მოუხელთებელია ერთი მხრივ წარსულშია, როგორც მომხდარი, მაგრამ მცდარად მოხდა და მომავალში როგორც უნდა მოხდეს, მაგრამ ანუ ერთი არის რომ უკან მე მაქვს გარკვეული ფანტ რომელიც იგი ჩამოშლა რაღაცის, რომელზეც მე რეკონსტრუირებული ვარ ხელახლა და მომავალში მაქვს მეიდია. იმიტომ რომ მეიდიალი მაინც ფსიქონოზე ლაკანი ძალიან ბევრს ლაპარაკობს მეიდიალზე სარკისტადის კონტექსტში არის როგორი მინდა მე ვიყო. როგორი შეიძლებოდა ყოფილიყავი. ხო. რა ყოველთვის ეს არის ჩემი სარკის ანარეკლი. გარკვეული თვალსაზრისით და ეს ქმნის მერე თელ კლინიკას, რომელსაც ჩვენ ვწოდეთ ნარცისტულ აშლილობებს. ანუ სარკის კლინიკას და მეიდიალის კლინიკა არის ნარცისტული აშლილობების კლინიკა. ის რომ ეს წარსულშია. მაგრამ არა, ეს კი არა, ეს რთული ფრაზა იყო, რთული, რომელიც ეხებოდა დროით ამ დროს მე წარსულში კი არ ვარ, როგორც ხო, სხვა დროების თან მიმართებით რომ რომელიც ანუ აწოლში არ არის, ანუ არც წარსულში მომხდარა, არც წარსულში დაწყებულა და ახლა გრძელდება, არამედ არის თან წარსულში და თან დასაწყობიანი. იმ ციტატაზე ციტატას გაჩვენ. თვითონ ლაკანის ციტატას. გონი ეს გაინტერესებს. ხო. აი. ფრანგული ადვილი გაცეკებით 12 დროა ფრანგულ ენაში და ყველას თავის სახელწოდება აქვს. ის რაც ნამდვილდება ჩემს ისტორიაში, არათუ განსაზღვრული წარსულია იმისა, რაც იყო, რამდენადაც იგი აღარ არის. არც აწყვოსრული დროა იმისა, რაც იყო, იმაში, რაც ვარ. არამედ უწინარესი მომავალი იმისა, რად ნამყოფიც ვიქნები, იმისათვის, რად გახდომის პროცესში. ნამდვილიერ. მომავალში იქნება წარსულები, მაგრამ არ ის მომავლიდან იქნება ის წარსული, რომელიც ავტომატურად იქნება. რაღაც მომავლის მომენტი უკვე იმ მომავლის მომენტში დამდგარი, მაგრამ არც ოშია დამდგარი და თვითონ დადგომის პროცესი ამ გამოცდილება მაგის არ გვექნება როგორც აწყვო გამოცდილება. აი ევროპაში თუ ეშავა. Organizacija არის. ზუმში ხო არ არის კითხვები?
ლაკანჩია ჰაიდეგერი ხო? ლაკანჩია ჰაიდეგერი. აი თელის თეორიის ენდი გინდა რომ დამკვიდროთ მესტის технологии. რატო ერთია? ენა მოგადა. არა, სხვა ენაზე. აი, რომელი ელემენტი გამომიყავდა. ეს ის არის რაცა სავარჯიშო ტრენინგი პიროვნულ განვითარებაში ნაგის ხას მაიცით პირად კითხვებს არ სვამთ რატო ერჩიე ის რატო ყავს არა თუ ადამიანს არ უნდა პასუხი შეიძლება რომ მეცანს გაარკვიო არა რატო იმიტომ რომ ხშირად ავტორის არჩევა ან სანამ ნაშრომის არჩევა ხშირად რაღაც პირადთანაც არ ხომ დაკავშირებული რაზე ლაპარაკი შეიძლება არ მინდა ანუ როცა ლაპარაკია ამას ცარიელ და სავსე მეტყოლებაზე ენაზე პაღოლ ანუ საქმე ეხება რას ცარიელი მეტყოლება არის წარმოსახვით რეგისტრში როდესაც მე ამ იდენტიფიკაციების სახელით ვლაპარაკობ ხო ხან ეს ვარ სინამდვილეში პაღოლთან არის სუბიექტის რასაც ანალიტიკოსი ანალიზე ელოდება სხვადასხვა აი ეს გაყოფა ლაკანის მიერ სავსე ენისა და ცარიელი ენის ცარიელში არ გულისხმობს ის რომ ეს სიტყვები ცარიელი სიტყვები ან რაღაცა როგორი ამინდია დღეს და პირიქით შეიძლება სუბიექტი ძალიან ბევრი ემოცია კი რა მთელ ცხოვრებას წირავს იმას რასაც ლაპარაკობს მაგრამ სინამდვილეში საბოლოო ჯამში იმყოფება წარმოსახვით ნარცისტულ ჩიხში საიდანაც მე ვეღარ გამოდის ხო და ეს სხვათა შორის იმდენად მნიშვნელოვანი რამეა ეს ომის დისკურსი და აი ამის გამიჯვნა რომ ამან განსაზღვრა ლაკანიანურ ანალიზში და არა მხოლოდ ლაკანიანურ ანალიზში ის თუ რას უსმენს ანალიტიკოსი. რა თქმა უნდა, ყველაფერს უსმენს, მაგრამ ყველაფერს უსმენს არა იმიტომ, რომ ყველაფერი ერთნაირად მიიღოს ხედულობაში, არამედ აქ დაიჭიროს ის თუ სად ლაპარაკობს სუბიექტი და სად ლაპარაკობს მისი მეწარმოსახვითის რეგისტრში. სად არ ლაპარაკობს? დიახ, რა თქმა უნდა, და ისიც სადაც არ ლაპარაკობს და სადაც არის რაღაცა უთქმელი. და მანამ და რატო იყო ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ლაკანი ეგოფსიქოლოგიაში შეეცინაურება, სადაც ეგოფსიქოლოგია ესე იგი ფსიქოანალიტიკოსი რომელიც ეგოს, ანუ წარმოსახვით გულისხმობ მეს და არა ჟეს, ხო, წარმოსახვით რეგისტრში გაიხდის თავარ მოკავშირედ, ასეთ შემთხვევაში ის თავის პაციენტთან ერთად აღმოჩნდება ხაფანგში ცარიელი სიტყვის. სადაც რომელსაც ანალიტიკოსი გაუთავებლად ინტერპრეტირებს, მაგრამ ეს არის შეახარე კიდევ დაუსრულებელი. რომ სიტყვაში ლაკანი მასაც წერს, რომ მაფრუსტრირებელი სუბიექტისთვის ან პაციენტისთვის შეიძლება პასუხი იყოს ასეთ მეტყველებს, ვიდრე დუმენი მაგალითად. რა თქმა უნდა. მაფრუსტრირებელია, იმიტომ რომ ეს პასუხი ადასტურებს, რომ პასუხი ამაზე არ არის. ყველა პასუხი არასწორია საბოლოო ჯამში. ან არაფერს ცვლის. ამიტომ რომ ლაკანიანური ანალიტიკოსები ხშირად ინარჩუნებენ დუმარებას ანალიზზე მაქსიმალურად. იმიტომ რომ სწორედ არ უპასუხონ, ამიტომ რომ არ შევიდნენ ეგოსთან აი ამ ცარიელ დიალოგში. და დაიჭირონ მომენტი, როცა სუბიექტი ლაპარაკობს. რა თქმა უნდა, ეს ართულებს ანალიზს სერიოზულად და ართულებს, რა თქმა უნდა, და ფსიქოანალიზს აყენებს სრულიად არაკომერციულ, არასაბაზრო მდგომარეობაში, სადაც ანალიტიკოსი იქნება ეს თერაპევტი პასუხობს სუბიექტს. და პასუხობს სწორედ იქ, სადაც სუბიექტი კი, უბრალოდ ლაკანი აკრიტიკებს, ამიტომ რომ ლაკანი მაგალითად იგივე სიტყვა ფსიქოდინამიკას არის, რომ აი სტრუქტურალისტია და მისთვის ყველაფერი ერთმანეთში არ გადადის და არ გადმოდის უკანა სტრუქტურა. ძალიან ლაკანიანურ ანალიტიკოს უთხრა, რომ სუბიექტი არის ფსიქოტიკი, რომ შეიძლება მე გახდეს ნევროტიკი და ასე ამარ ხდება, რაც რეალურად კლინიკაში თუ კი ჩვენ ამოვიცნობ სტრუქტურას. ხომ არ დამეტებ რა? მე მაქვს ერთი შეკითხვა კიდე. სიმბოლური რეგისტრის მიღმა რამდენად არსებობს ენა? ან რა მნიშვნელობა აქვს მის არსებობას?
ლაკანის თუ არასწორად ვთქვამ კითხვას და ვერ გავიგე რამე. დიახ, სიმბოლურის მიღმა ეს ცარიელი მეტყველება ახლა რაზეც საუბრობ. ლაკანთან. კარგი. კაია, ხმაუზა ჰაიდეგერი რატომ? ანუ არ მაქვს პასუხი. არ ვიცი. ირაციონალურად გაკეთარ ჩვენ როგორც ყველა არჩევანი, არ ვიცი. მე მაინტერესებს ლაკანი როდესაც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ანალიტიკოს უნდა კონცენტრირდეს სავსეებზე. ამ დროს რამდენად შეიძლება ანალიტიკოსი გადანაცვლების პროექტი გახდეს რეალურად და არა სავსე სიტყვით. ანუ გადანაცვლების როგორ? პროექტი ხომ ამბობს, რომ იმისთვის რომ გადანაცვლების ძალა დავაუქმოთ, ასე რომ ვთქვათ, ყველაფერი ერთ სიტყვაზე უნდა განხილოს. და სიგმაში რაიმეს მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აქცენტი გამახვილებული იყოს, არ მივაქციოთ ზედმეტი ყურადღება და ყველაფერი თანასწორად. და როდესაც ანალიტიკოსი პაციენტის სიტყვაში იმ მოტივით, რომ ეს შეიძლება იყოს სავსე სიტყვა პრიორიტეტს გააკეთებს რაღაცაზე, რამდენად შეიძლება ამ დროს მოწყდეს ანალიტიკოსი. არა, ზუსტადაც რომ როგორც ყველა ლაკანიანური ანალიზის დროსაც ანალიტიკოსი არის ერთგული თავისუფალი ასოციაციების წესი, რომლის მედის მეორე მხარე არის უსმინო ყველაფერს ერთნაირად, ანუ მოტივტივე თუ რაღაცა ასეთი დაუკავშირებელი ყურადღება. ცხადია, მაგრამ საქმე როდესაც კონკრეტულად არ ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას რომელიმე ნათქვამს. თავიდან ერთნაირ მნიშვნელობას ანიჭებს, იმიტომ რომ არ იცი თუ ეს ნათქვამი რისი ჩანაცვლებაა. შეიძლება სრულიად უწყინარი რამ იყოს დაკავშირებული რაიმე მნიშვნელობა, როგორც სიზმარში მაგალითად არის რაღაცა სცენა, ცენტრალური ნაწილი სიზმრის სცენის და არის თითქოს პერიფერია სიზმრის, რომელიც ჭრდილშია მოხვედრილი და ანალიტიკოსმა არ უნდა იფიქროს, რომ ცენტრალური ნაწილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პერიფერიული. ანუ ერთ სიფრთხეზე ავაგებს, აფრთხელებს სიზმარს, რომელსაც აქვს გარკვეული რელიეფი. ისევე როგორც აფრთხელებ სუბიექტის დისკურსს, რომელსაც აქვს გარკვეული ტონალობები სხვადასხვა მომენტში. ანალიზის მაგრამ ამიტომაც მაგრამ ზუსტად აი ამ დაუკავშირებელია თავისუფალი ყურადღება ხდის შესაძლებელს, რომ კურსში მოგხვდეს აღნიშვნა, რომელიც მაორგანიზებელია მთელი ამ დისკურსს. ანუ ჩვენ რა გვაინტერესებს, რა ალაპარაკებს პაციენტს. და ცხადია იმას, რასაც პაციენტი ლაპარაკობს, თუ მივიჩნევთ როგორც ცარიელ სიტყვებს, ჩვენ ვერასდროს ვერ გავიგებთ ამის უკან ცხადია აღნიშვნა. მაგრამ რა შეესაქმე იგივეა რაც ლაკანი ამბობს, იგივეა რაც ფროიდი ამბობს, ჩვენ არ უნდა ვიყოთ ძალიან ერთგული სიზმრის მანიფესტური შინაარსის. როგორც იუნგიანელები მაგალითად. შენ დაგესწრე რომ ეს არის რაღაცა არქეტიპი, აგერამ კუზე მაგალითად და წაგიკითხეთ. ანუ და იუნგის თვითონ აღიზიანებს მას ფროიდი, მას არ მოსწონს ფროიდის მეთოდი, ცხადია, იმიტომ რომ ფროიდის მეთოდი თუ შეინარჩუნებს ის მისი მეთოდის სიზმრის ინტერპრეტაციის აღარ იარსებებს უბრალოდ. დიახ, ანუ რატომ ესე იგი ჰაიდეგერზე მაინტერესებს რატო აირჩია, მაგას თუ არ იტყვით ჩვენ ქართულ ძალიან ხედავთ დამეკარგა მეტყოლებნარი ქართულ ნარატივში ვერ მიხვდები რატო ამბობს და ეს ორი თემა ერთად.
კი, რა თქმა უნდა. რა მინდა რომ მეფასხო ზუსტად რომ ესე იგი მანიფესტური შინაარსი რაც არ უნდა ფანტასტიკური ან მითოლოგიური ან ესეთი მოგოჩვენოს ჩვენ ამის უკან დგას სრულიად განსხვავებული შინაარსი. შეუძლებელია რა არის ცი უცნაური როცა მაგალითად ადამიანი ისტორიას ხვდება. აი მაგალითად კეთიმ ან ივანემ ან შენ რომ მომყვე რაიმე ისტორია. მიახლოებით შუაგზაზე ყველა ასე თუ ისე განჭვრეტს ნაწილობრივ რამოდენიმე განვითარების რამოდენიმე ვერსიას როგორ შეიძლება განვითარდეს, ხო? აი რამდენი წელი ანალიტიკური პრაქტიკა მაქვს პაციენტებთან, არ არსებობს პაციენტმა დაიწყოს სიზმრის მოყოლა და 2-3 ფრაზის შემდეგ გამოიცნო თუ რა შეიძლება მოხდეს მე. აბსოლუტურად არ ექვემდებარება თხრობის არანაირ პრინციპს. მაშინ როცა რაღაც ნაწარმოებს ვკითხულობთ, ფილმს უყურებთ, ვიცით მიახლოებით როგორ შეიძლება დამთავრდეს. სიზმრის შემთხვევაში აბსოლუტურად არ არსებობს რა მოხდება, იმიტომ რომ მაგალითად პაციენტი მიყვება, რომ მას გაუჩნდა ბავშვი, რომელიც არის 3 თვის და ასე შემდეგ და უცბად ის აღმოჩნდა მკერავ. ანუ არ არსებობს კავშირი არსებობს სხვა და ეს ყველაფერი არის რეპრეზენტაცია, სიმბოლოები, გადანაცვლება. ამიტომ ჩვენ აი ამ მკერავს, აი ამ ბავშვს, აი ამ იმას რომ ის არის 3 თვის ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ არ ვენდობით, იმდენად არ ვაქცევთ ყურადღებას, რომ თქვათ, რომ ეს არის კიდეც სიზმრის არის. და იუნგემოს ეს არის კიდე. ანუ მე მაინტერესებს რა შეიძლება მკერავი. მაგალითად, მკერავი ქალია, მაგალითად არის ან ქსოველი, ან ეს პაციენტს და ეს რომ ქსოვს. ქსოვა ძალიან დიდი სიმბოლოა, ხო? მითოლოგიაშიც და კულტურაშიც. ფროიდიანს ქალიო თავის პენს უყვარს ქსოვაო, რომ თავის პენის იქსოვსო. ნუ ასეთი უაზრობაც აქვს ნათქვამი, ამდენად დიდ უაზრობას. არა, გასაგებია უბრალოდ ის ამბობს, რომ ქალების მიდრეკილება რომ მოქსოვოს, არის რომ მოქსოვოს სხეულის ნაწილი, რომელიც მას აკლია, ნუ რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეს არ გასურდება. კულევებით როგორც ხო, ნაქსოვი ძალიან ძნელია რომ დავწასო. რო თქვა რაღაცა წერწავს, მაგრამ ეს ძერწვა და ქანდაკება ქალის საქმე არ არის ხოლმე და უფრო მეტად კაცები არიან მოქანდაკეები, მაგრამ არა მხოლოდ. როგორ? არ მithქვს ეს. უბრალოდ თქვი რომ უფრო ჩვენში მოქანდაკეები ხო თორე ჩვენ კი არ ვზავთ, ჩვენ არ გვაქვს რაიმე მილიტარისტული პოზიცია ან წინააღმდეგ ან მომხრე ან წინააღმდეგ არაფერს არ გვაქვს. მე არ ვიცოდი კოგნიტური ფსიქოლოგია სიზმრებზეც მუშაობდა ასეთ. აი კოგნიტური ფსიქოლოგიაში არის ესეთი ძირფასი აზროვნების შეცდომა. საგანიაო სუბიექტი თავსავდნენ შეცდომაში. ჩვენ ამაზე სემინარი გქონდა. ხომ არ არის კიდევ კითხვები, ხო არ არის? შეგვიძლია მაშინ დავასრულოთ და მადლობა მოუხადოთ. კეთის კიდევ ერთხელ და გავაგრძელოთ ჩვენ მუშაობა ლაკანის სარკისადია, რომელიც კეთიმ და ივანემ თქვენც იმთარგმნეთ, ხო ივანე? ივანე და კეთიმ თარგმნეს ლაკანის სარკის სტადიაზე, რომელსაც სიზმრის სარკის სტადიას ლაკანის ნაწერებში ეკრით და გვინდა რომ ჩვენს შემდეგ ნომერში გამოვაქვთ. დიდი მადლობა და დაგემშვიდობებით. მადლობა დიდი. მადლობა დიდი. მადლობა. მადლობა.